მოგესალმებით მესტიიდან. დღეს არის 2026 წლის 2 ივნისი. ახლა მე მინდა ვილაპარაკო გუშინ ბატონ მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან ილაპარაკა მესტიის რაიონში ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებით. ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით მოხმარებასთან დაკავშირებით. მაგრამ სანამ აღნიშნულ საკითხზე და აღნიშნული საკითხიდან გამომდინარე საკითხებზე გადავიდოდე დეტალურად სასაუბროდ, მოგიწოდებთ იმათ, ვისაც აქ ამ აკაუნტზე, ვისაც ამ პლატფორმაზე, ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ და საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ უფრო მეტად რომ პირადად თქვენ და უფრო მეტ ადამიანს რომ გქონდეთ უფრო მეტი წვდომა ამ აკაუნტზე არსებულ მასალასთან. ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. როგორც მოგეხსენებათ, ბატონმა მამუკა მდინარაძემ გუშინ გააკეთა განცხადება მესტიის რაიონში დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებით. კერძოდ მან თქვა, რომ 2025 წელს მესტიის რაიონში მოხმარებული იქნა 133 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია და მან თქვა, რომ იგივე კატეგორიის რაიონები თქვა სიტყვით არ მინდა შემეშოს რომ ტერმინი გამოიყენა, ალბათ იგულისხმება იგივე რაოდენობის მოსახლეობის რაიონები ელექტროენერგიის მომარაგება არ აღემატება 10 მილიონ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას წელიწადშიო. ანუ ამ ლოგიკით გამოდის, რომ ბატონი მამუკა მდინარაძემ რას თქვა, ამ ლოგიკით გამოდის, რომ ერთ სულ მოსახლეზე, ესე იგი მესტიის რაიონმა 2025 წელს დახარჯაო დაახლოებით 13 ჯერ მეტი ელექტროენერგიაო. ახლა მე მინდა დეტალებში გელაპარაკოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. ოფიციალური მონაცემებით 2025 წელს საქართველოში დახარჯული იქნა 14 მილიარდ ნახევარი კილოვატ-საათი ელექტროენერგია. 14 აქედან დაახლოებით 2.5 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია დახარჯული იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე. ხოლო თუ იმას გამოვაკლებთ საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებია, 2025 წელს ოფიციალური მონაცემებით დახარჯული იქნა დაახლოებით 12 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია. ხოლო მესტიის რაიონში, როგორც ვთქვით, 133 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია. ახლა მე მინდა თქვენ მოგახსენოთ, რომ მესტიის რაიონის მოსახლეობა და იმ რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ცხინვალის რეგიონი პირდაპირ რუსეთიდან მარაგდებაო ელექტროენერგიით, ანუ იმაში ეს ხარჯები, ეს ციფრები არ შედისო. როდესაც გავეცანი ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს. ახლა რაც შეეხება მესტიის რაიონის მოსახლეობა არის დაახლოებით 12,000 ადამიანი. ხოლო საქართველოს მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, ანუ ის ტერიტორია, რომელიც კონტროლდება საქართველოს მიერ, არის დაახლოებით 3,600,000, 3,700,000. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთლიანი მოსახლეობა, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მოსახლეობა, ანუ ოკუპირებული ტერიტორიების გარდა არის დაახლოებით 300 ჯერ უფრო მეტი ვიდრე მესტიის რაიონის მოსახლეობა. შეხედეთ, 300 ჯერ უფრო მეტი. ანუ 12 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს გარდა მოიხმარა, 300-ზე რო გავყოთ, ამ შემთხვევაში გამოდის 40 მილიონი კილოვატ-საათი და არა 10 მილიონი. ახლა დავიწყოთ. ანუ ამ შემთხვევაში სხვაობა გამოდის არა 13 ჯერ, არამედ 3-ზე ცოტათი მეტჯერ, მაგრამ ჯერ ახლა შეხედეთ. ეს მხოლოდ ნაწილია. ახლა მე მინდა უფრო დეტალებში ჩაგახედოთ. ისინი ვინც ნაკლებად ერკვევით ამ დეტალებში. დავიწყოთ. 1. აგერ არის საქართველოს ტერიტორია. საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულ ტერიტორიებს გარდა, ანუ 12 მილიარდი კილოვატ-საათი ენერგია სადაც იქნა მოხმარებული, არის დაახლოებით 57,000 კვადრატული კილომეტრი. ხოლო მესტიის რაიონის ტერიტორია არის დაახლოებით 3,000 კვადრატული კილომეტრი. ანუ მესტიის რაიონის ტერიტორია არის დაახლოებით 20 ჯერ უფრო პატარა, ვიდრე საქართველოს
ტერიტორია ოკუპირებულ ტერიტორიებს გარდა, ანუ იმ ტერიტორიისა, სადაც მოხმარებული იქნა 12 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია. ხოლო, ესე იგი შეხედეთ, დაახლოებით 20 ჯერ ნაკლებია ტერიტორია, ხოლო მოსახლეობა 300 ჯერ ნაკლებია. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალო სიმჭიდროვე მესტიის რაიონში გაცილებით უფრო ნაკლებია, დაახლოებით ესე იგი თუ 300 ჯერ ნაკლები მოსახლეობაა და დაახლოებით 14 ჯერ ნაკლები სიმჭიდროვე გამოდის, ვიდრე საშუალოდ საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა ჩვენ გადავიდეთ ფიზიკაში, ზოგადად რაც უფრო ხალვათად არის ელექტროენერგიაში და ფიზიკაში ზოგადად არსებობს ასეთი ტერმინი, რასაც ქვია ქსელური დანაკარგები. ანუ ელექტროენერგიის ნაწილი იკარგება გზაში, ანუ სადენებში, ტრანსფორმატორებში და ასე შემდეგ. ახლა შეხედეთ, მოგიწოდებთ, რომ ყურადღებით დააკვირდეთ ყველა ამ დეტალს. რაც უფრო ხალვათია დასახლება და მით მეტია პროცენტულად ელექტროენერგიის ქსელური დანაკარგები და რაც უფრო მჭიდრო დასახლებაა, მით მეტი. დაახლოებით 5%-ზე ლაპარაკი ქსელურ დანაკარგებზე თბილისში, დაახლოებით 7%-ზე ლაპარაკი საქართველოს მასშტაბით და დაახლოებით 15%-ზე ლაპარაკი ქსელურ დანაკარგებზე მესტიის რაიონში. ახლა ამას რატო ამბობ? ანუ ეს 130 მილიონი კილოვატი, რაც მესტიის რაიონმა მოიხმარა, ჩამოვიყვანოთ ქსელური დანაკარგების დიდ ტერიტორიაზე განფენობიდან გამომდინარე 15 მილიონ დაახლოებით 15 მილიონ კილოვატ-საათამდე. 15 მილიონი კილოვატ-საათი. ახლა შეხედეთ. ანუ 13-ის მაგიოთ, ახლა მივიღეთ სამჯერადი სხვაობა. მაგრამ ეს არ არის ჯერ კიდევ. ახლა შეხედეთ. ფიზიკაში არის ასეთი რაღაცა. მაგალითად რაც უფრო დაბალია ძაბვა დენის, ანუ რაც უფრო ცუდი ხარისხის დენია, მით უფრო მეტია დენის დანახარჯი იმავე ენერგიის მისაღებად. გასაგებ ენაზე რო გითხრათ, მაგალითად 220 ვოლტ ძაბვაზე 1 კილოვატიანი გათბობის მაგალითად ბატარია, ელექტრობატარია მეტ სითბოს იძლევა, ვიდრე 120 ვოლტიან ძაბვაზე 2 კილოვატიანი გათბობის ელექტრობატარია. ანუ როდესაც ძაბვა უფრო დაბალია, ელექტროენერგიის მარგი ქმედების კოეფიციენტი იკლებს და იგივე ენერგიის მისაღებად მეტი ელექტროდენი იხარჯება. გამომდინარე იქიდან, რომ ვინაიდან აქ დენი უფასოა, აქ საქართველოს დანარჩენი რეგიონებისგან განსხვავებით უმეტეს შემთხვევაში არის გაცილებით უფრო დაბალი ძაბვა, ვინაიდან ნაკლები ყურადღება არის აქაური, ვინაიდან რახან უფასოა, ნაკლები ყურადღება არის აქაური ელექტროსისტემის როგორც ქსელების, ასე ზოგადად ძაბვის და სხვა მიმართულებით, საშუალოდ მესტიის რაიონში არის გაცილებით უფრო ცუდი ძაბვა მით უმეტეს ზამთარში, როდესაც განსაკუთრებით დენი იხარჯება, ვიდრე საშუალოდ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებს არ გულისხმობ. ანუ მაგალითად ხშირად არის რომ აქ ზამთარში 170 ვოლტია, 160 ვოლტია, 180 ვოლტია